წლები გადის, მაგრამ ბათუმის ავტოსადგურში არაფერი იცვლება. მესამედ მოვდივართ ამ ლოკაციაზე, მაგრამ სიტუაცია მხოლოდ უარესდება. როდის ეღირსება კურორტ ქალაქს ბათუმს ახალი ავტოსადგური? უბინძურესია, ძალიან ცუდი სიტუაცია და რატო უნდა დადიოდეს აი ესეთი სამარშრუტო ტაქსები და რატო უნდა მოძრაობდეს ადამიანები და ამაში ხდიდეს ფულს, ჩვენთვის ცოტა გასაკვირია. ნაგავი, რა თქმა უნდა, ვითხების ბუდე, იმიტომ რომ ვითხას ძალიან უყვარს ეს ნარჩენები. ბატონო, რატო წვალობთ? ან თქვენ ან მე რატო მაწვალებს, როცა არ მუშაობთ? დენი დაგარტყამთ, დაანებეთ თავი. ეს ვინა? რა არის? აი, თან მაცივარში. მე არ მომიტანია, ბატონო ასლან. მივმართავ მე პატრონეს, ფულის კეთებას, თავი დაანებე, ინებე და საფირფარეშო მოაწესრიგე. მე რამდენად მოვდივართ ბათუმის მთავარ ავტოსადგურში და ჩვენს გაოცებას საზღვარი არ აქვს. ყოველ ჯერზე კიდე უარესია. აი ნახეთ გარემო, მთავარი საქართველოს საკურორტო ქალაქის ავტოსადგური. მინდა მადონასთან გადმოვიდე, იმიტომ რომ ჩვენ ახლა კვების ობიექტზე გადავალთ, მაგრამ ამ ტერიტორიას თუ ეშველება რამე. სანამდე კვების ობიექტამდე გადავალთ, აი რატო გადავწყვიტეთ ისევ აქ შემოსვლა. აი ავტობუსი ნახეთ, სენაკი ფოთი და ტელეფონის ნომერიც არის. უბრალოდ აი გვინდა რომ მდგომარეობა გაჩვენოთ. ჩაკეტეს მანქანა სამწუხაროდ უბინძურესია, ძალიან ცუდი სიტუაცია და რატო უნდა დადიოდეს აი ესეთი სამარშრუტო ტაქსები და რატო უნდა მოძრაობდეს ადამიანები და ამაში ხდიდეს ფულს, ჩვენთვის ცოტა გასაკვირია. აი ეს ტერიტორიაც, სადაც კვების ობიექტებია, სადაც ჩვენ მივდივართ, მინდა რომ ნახოთ, უბრალოდ თვალი გადაავლოთ. აი ყველაფერი არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, გაშავებული, ჩამონგრეული. ეს იგი რამდენჯერ ვთქვით, რომ სანამ არ გარემონტდება, არ მოვალთ ბათუმის ავტოსადგურში, მაგრამ იძულებულები ვართ რომ მოვიდეთ. იქნებ როგორმე ეს პროცესი დავაჩქაროთ. ეს არის ყველაფერი რაღაცა გადაგდებული ნივთები, აქვე არის ნაგავი, ეთყობა არის ნაკლებობა ნაგვის ურნების და აი ესეთ მდგომარეობაშია, ნახეთ, ყავა ესე უნდა დალიო თურმე, გარშემო არის ყველაფერი ნაგავში. ავტოსადგურის პირველი ობიექტი არის იმერული კერძები. ძალიან მეცნობა, გადაღებული გვაქვს, მაგრამ აზრი არაფერი შეცვლილა. აქ ვართ არაერთხელ ნამყოფით, ეხლა გვაინტერესებს როგორი სიტუაცია არის. აი შეხედეთ გამწევში, ჩვეულებრივად წვეთავს სამწუხაროდ. აი ნახეთ, ცხიმები როგორ ჩამოდის კედლებზე, ციღვენთება, შეხედეთ და აი ეს ნაღვენთები, აი სუფთა ჩამჩადებს, კობზი. აი ნახეთ, ზევითაც როგორი გაბიდნული არის, ნახეთ როგორ წვეთა, როგორ მიმდინარეობს და ზევიდანაც როგორ წვეთავს. გარდა იმისა, რომ წვეთავს, ჭერი არის დაზიანებული, რაც ყოვლად მიუღებელია, რაც კრიტიკული შეუსაბამობა არის და ცვენა მიმდინარეობს. აი ნახეთ, პირდაპირ, აი ნახეთ, ნაწილაკები, ჩამოცვენილი ნაწილაკები, ხორცის დაფა, ზევით ავიხედოთ აი რა მდგომარეობა და ჩვეულებრივად აი სუფთა ჭურჭელი. ეს წილოებია, რითიც დაწმინდათ და ხელსიმშრალე. აი ამ ხელსაწმენდით, აი თუ არის შესაძლებელი, აი ამ ხელსაწმენდით გამშალებული. და შემდეგ გავაგრძელოთ საჭმლის კეთება. სანიტარულ დღეს რა სიხშირით აკეთებთ? დეზინფექცია, დერატიზაციას როდის აკეთებთ? საერთოდ როცა შეიძლება მუშაობ, და მაშინ ვაკეთებ ვიკატა. ისე ყოველ სახელმწიფო. ეხლა მაინტერესებს, აი აქ ნაწვეთი რო არის, რა არის? იქ ბაკი გააქვთ ზევით. და ბაკიდან წვეთავს წყალი ჩამოდის? თუ მოგასწრო, ომიდის ხონი, გავსების დროს. ანუ თქვენ დაგუბებულ წყალს ხმარობთ? არა. იქიდან მოვალ, შაშლაგით ბონის მაგ თუნცობისია. წყალი წავიდა იმას თუ არის სარეზერვო წყალია? სარეზერვო წყალი. და რა მაინტერესებს, აი მისი მდგომარეობა თუ გაქვთ, ბაკს როგორ ასუფთავებთ, სუფთავდება თუ არა, აი როგორ გებულობთ. აი ეს ანუ შეხედვა შეიძლება, ხო? აი ეს არის ბაკი, სადაც არის განთავსებული. ეს არის ნახეთ გამათბობელი აპარატი, ოღონ არ მუშაობს. რომელია ცხელი წყალი? კიდევ მათია, ეს არის
ეს ეკრანის წყალი. ეს არის ცხელი წყალი? ეს არის ცხელი წყალი? კი, ამაში მოდის ცხელი წყალი თუ დაგჭირდება. თუ დაგჭირდებათ, აბა რა რითი რეცხავთ? და უნდა ჩავთა მეთქი. თუ არა ისე უნდა ჩავ. და ამაში მოდის ცხელი წყალი? ჩამირთეთ, აბა, გავაკეთეთ ექსპერიმენტი. ბატონო, რატო წვალობთ? ან თქვენ ან მე რატო მაწვალებთ, როცა არ მუშაობს? დენი დაგარტყამთ, დაანებეთ თავი. გასაჭერი კი არა, გასაკეთებელია და ჭურჭელი ცხელი წყლით უნდა გაირეცხოს. ცივი წყლით ცხიმიანი ჭურჭელი არ ირეცხება, ბატონო. და სავალდებულოა, კრიტიკული შეუსაბამობა არის, როცა არ არის და ამას პირსახოცი კი ქვია. ამას ქვია მართლა პირსახოცი ქვია. და ხაში მზადება, მაგრამ ეს პირსახოცი არ არის, ხოს რომ იმშრალებს. ამიტომ აქ არ უნდა იყოს დაკიდებული. რასი ბინძურია, ნახეთ და ამაზე არის ეს დაკიდებული. აი შეხედეთ ეს როგორ შეიძლება, ბატონო. ბინძური იატაკი არ უნდა იყოს აქ, არ ვიცი, არ მოგიხვეტიათ ეს იატაკი, ალბათ არასოდეს. აქვე ყუთები, ბოთლებით. და აი აქაც ნაგავი, მე მღრნელები, მწერები არასასიამოვნო, ყველა ამაზე მოდის, აი ამ საკვებზე, რომელიც ძირს იატაკზე ყრია. ხო, ძალიან არასასიამოვნო გარემოა. ადამიანებს არ გადაუღებთ ისინი საჭმელს მიირთმენ და არ შეგაწუხებთ არანაირად. უბრალოდ აიგერ შევხედავ, ეს არის დახლმაცივარი და აქვეა საჭმელი, ეხლა გადააფარეს, არ ვიცი. რაღაცა ეტიკეტები არის, მაგრამ ეს არის მხოლოდ ფასები. აი ესე თებშები ერთმანეთზე ალაგია. ეს სოსისი გახსნილი, მაგრამ რამდენი ხანია ესედებს, არ ვიცით. გარემო აშკარად არის დასასუფთავებელია, რასაც ჩვენ ვხედავთ, რასაც მომხმარებელი ხედავს. შეიძლება მომხმარებელს, რომელიც აქ შედის ამ სასადილოში, პრეტენზია არ აქვს, მაგრამ მე ვიცი, რომ სურსათის სააგენტოს ნამდვილად უნდა კონდეს პრეტენზია და ბევრი კითხვაც აი ესეთ ობიექტების მიმართ. აი ნახეთ უბინძურესი შავი, აი ახეთ როგორი მტვერისგან არის შავი. აი ეს უკაცრავად არ უნდა გაიწმინდოს. აი ეს რასაც მე ვუყურებ, ნამდვილად მიუღებელია. მიუღებელია, ქალბატონო. არ აინტერესებს. აბები აბსოლუტურად არაფერს არ აწერია და ნახეთ აი ამას შეხედეთ და ეს უკვე კერძი ნახევრად გამზადებული, ნახეთ დამტრეულ კონტეინერში და ზევიდან ვადებთ და მე მოხარშული კარტოფილი, რომელიც კერძში უნდა გამოვიყენოთ და ეს აი თევზის ნაჟური წყალი ჩვეულებრივად გაწეხილი თავსახურიდან ჩავა კარტოფილში და მე ჩვეულებრივად კერძში გამოვიყენებთ. აი ეს არის დანაშაული, ყველა კონტეინერი გაწეხილია, ნახეთ. აი არანაირი ჰერმეტიზაცია არ ხდება. აქ პური ინახება. ესეც უნდა იწმინდებოდეს, უნდა სუფთავდებოდეს ქვევით ტაფები. დასუფთავება სამწუხაროდ კუთხეების არ ხდება, ყველგან სიბინძურია და ზეანტისანიტარია მაგდის გადასაფარებლები ნახეთ ამ მდგომარეობაშია. ნახეთ, დაზიანებულებია, სკამები დაზიანებულია. აბლაბუდები არის ყველგან აბსოლუტურად აი შეხედეთ კუთხეებში ძალიან მწუხვა. არ ვიცი ამას რა უნდა უწოდო და როგორ რა ეპიტეტები უნდა გამოვიყენო და როგორ უნდა მიმეტყველო, როდესაც ბათუმში, სადაც შემოდის უამრავი ადამიანი, სხვადასხვა ქალაქებიდან, სხვადასხვა ქვეყნებიდან და ასე შემდეგ, როგორც ქართველები, ასევე შემოსული სტუმრები და ტურისტები და აი ამას რო ნახავენ, ეს არის ჩვენი სახე. და ასეთი ბინძურია ჩვენი სახე, ასეთი ბინძურები ვართ. ბათუმი ქათქათა, სად ჩანს სიკათქათი აქ მითხარით. ბათუმის ავტოსადგური, ობიექტი კაფე-ბარი. სახელი არ აქვს, უბრალოდ კაფე-ბარია, მაგრამ ვიცით რომ აქვთ ჩამოსასხმელი ლუდი. შევიხედოთ. აი აქ პირველს რასაც ვხედავ, ეს არის ონკანი და ნიჟარა, რომელიც კარგად გასაწმენდია. აი ესე მოდის წყალი, საპონი. ოიმე დაიშალა ეს კონტეინერი, მაგრამ რაღაცა სითხე არის აშკარად შიგნით. მოდით დავკეტოთ, არანაირი ხელსახოცი არ არის. ტუალეტი არის ბოქლომზე, აგერ ხედავთ. ალბათ გასაღები უნდა სთხოვო და მაშინ მოგცემენ რომ შეხვიდეთ ტუალეტში. რომ ავტოსადგურიდან არავინ არ შემოვიდეს. თუმცა არის საზოგადოებრივი ტუალეტი ავტოსადგურში და აუცილებლად გადავიღებთ. ეხლა კი უბრალოდ აი ამ კედლებს ვათვალიერებთ, რომელიც რა თქმა უნდა მოსაწონი არ არის.
სიმართლე გითხრათ, ყველაზე ნაკლებად მინდოდა ამ კაფე-ბარში შემოსვლა, იმიტომ რომ ვიზუალურად გარედან ყველაზე უფრო მოწესრიგებული და მოწესრიგებული შთაბეჭდილებას ეს ობიექტი ტოვებს. სხვათა შორის, აი წინა შემოწმებაზეც ეს ყველაზე ნორმალური ობიექტი იყო და ნახოთ ეხლა რა ხდება, ისევი სიტუაციაა თუ რამე შეიცვალა. გამწოვი სუფთაა, მუშაობს, მაგრამ სუფთაა. ჩართული არის ნამდვილად, კედლები დასასუფთავებელია. აი აქ ავიხედოთ რა ხდება ამ გამწოვში. აი აქ უკვე კონდენსატი ჩვეულებრივად წვეთავს, აი ნახეთ, აი აქაც მოყვება კონდენსატი, აი ეს უკვე კრიტიკულია და ზევითაც კონდენსატი წვეთავს. აი ნახეთ, იქაც კონდენსატი მილებიდან გამოდის და აქაც აი ნახეთ ჩვეულებრივად როგორ წვეთავს კონდენსატი როგორ გამოდის. აქ არის ხორცის დასამუშავებელი ადგილი, ხორცის მანქანა. ეს არის რა? აქ არის გასალღობად საყინულიდან ამოღებული ხორცი ჩადებული და ხორცი ძალიან კარგად გამოიყურება, თუმცა არ უნდა ლღვებოდეს აი ამ პირობებში, იმიტომ რომ ნაჟურ წყალში არ უნდა იყოს მოთავსებული ხორცი. კუნძი არის მარილით დაფარული. ოღონ ამარილიან კუნძზე არავითარ შემთხვევაში სალმონელას გადამტანი კონტეინერი არ უნდა აიდოს კვერცხის. მაცივარში ვადები აწერია, როდის არის ჩაყინული პროდუქტი, ნახეთ, ეს არის მოხარშული ხორცი. რატო არა გაქვს კონტეინერში ან რამეში, ამაში ხო შეიძლება აი ელემენტარულად ეხა ზევიდან რო ადამიანი დაადგება, რამე ჩაცვივდეს, ხო? მოვიყოთ და სხვა რამე დავათვალიერო. აი კონტეინერში გაქვთ ხორცი. როდის არის ჩაყინული ბატონო ეს ხორცი? 3 დღეში. და დღევანდელი სტიკერი რატო აკლია თუ გუშინ წინ ჩაყინეთ, ანუ გვერდით რო ვიყავი ობიექტზე, იმიტომ სტიკერები დაცვალეთ? მე ვუთხარი რომ ყველა თქონდა. ხო და თუ გუშინ წინ ხორცი მოიხარშა და ჩაიყინა, დღევანდელი სტიკერი რატო აკლია? შეცდომა. აი რა გითხრათ? რაღაცა გაზის ბალონებია. მაგიდები იწეპებს ხელს ჭიქები ეს ღია საპილპილე სამარილე რომელიც რა თქმა უნდა არასწორი იმიტომ რომ დახურული უნდა იყოს რომ ყველამ თავისი ხელით არ აიღოს ხარით რომ გამოარსწოროთ ყველაფერი იატაკი მეტნაკლებად სუფთა ვერ ვიტყვი ვერაფერს აი ეს კედლებიც აქვე არის მენიუ ეს მოქმედი მენიუა თუ ეხლა უკვე სხვა ფასი კი ბატონო ხო ჭადი 1 ლარი ღირს ლუდი 2 ჩაი ლარი ყავა ლარი ყავას ბათუმურად ლარად კიდევ სადდალებთ. აი აქ ავტოსადგურში კაფე-ბარში. გარემოს თქვენ თვითონ ხედავთ, გათვალიერებინებთ ყველაფერს. ეს არის დახლ-მაცივარი, სადაც კედლები ალაგია. იმედია ეს დღევანდელი თევზია, შემწვარი, რომელსაც ხო, დღესვე გაყიდიან, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ეს არ უნდა იყოს. აქ ერთი კვირა არ უნდა ელაგოს. დაგათვალიერებინეთ, თუ მოგიწიათ და ბათუმის ავტოსადგურში მოხვდით, მოგინდათ სადილი ან ვახშამი, ალბათ აქ შეხვალ. დაზიანებული მაგიდა, ნუ აქ გაცილებით უკეთესი სიტუაცია ვიდრე გარეთ, იმიტომ რომ ტერიტორია არის საშინელება, რაღაცა გონია რომ რაღაც ნაგავ საყრელზე ვარ და არა ავტოსადგურში. შესაბამისად ძალიან დიდი იმედი გვაქვს, მე რამდენად მოვდივარ და სიტუაცია კვლავ სავალალოა. იქნებ რამე ეშველოს და ახალი აშენდეს ახალი და ლამაზი ავტოსადგური. დაახლოებით რამდენი ადამიანი იკვებება კვების ობიექტზე? ალბათ 100. 100 ადამიანი. ადრე მეტიც იყო, მაგრამ კი ბატონო, ეხლა იმიტომ რომ სეზონიც არ არის, ხო? ზამთარი არის მაინც და ნახეთ, ანუ თილთო კვების ობიექტზე მინიმალური რაც შედის 100 ადამიანი მაინც დღეში, ანუ 100 ადამიანის ჯანმრთელობა მე ამ ობიექტზე არ ვამბობ, აი წინა ობიექტს გულისხმობ მაგალითად, რისკ ფაქტორს წარმოადგენს, იმიტომ რომ იქ ნაჭამი საჭმელი ჩემთვის ძალიან დიდი კითხვის ნიშანია. ამ ობიექტზე არ ვამბობ, კიდევ ერთხელ მინდა გაუსვა ხალხი. ბატონო ასლან, ტარაკნებით უკავთ? მაშინ ეს ვინა? აბა ეს ვინა? ეს ვინა? და აი თან მაცივარში. მე არ მომიტანია ბატონო ასლან. მე გეტყვით ერთ რა. დიახ. არ წამლის ყველა და მე სულ წამლავთ. მოდი ცის დავაგდებ, ხო? გვერდიდანაც შემოდის. გვერდიდან. კი, იმიტომ რომ იმიტომ ყველა არ აკეთებს.
ყველა არ წამლავს, კი ბეტონო. რეალური ვარ მეთქი ვერ ვიქნა. კი ბეტონო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვუყურებ, რომ ცდილობთ და ჩემთვის ესეც საკმარისია. და თქვენ წარმოიდგინეთ, აი ეს არის ყველაზე კარგი ობიექტი, მაგრამ აი ამ ობიექტზე ის არის, რომ რასაც შენიშვნას ვაძლევ, ითვალისწინებენ და აქედან გამომდინარე მაქვს იმედი, რომ ეხაც მიცემულ შენიშვნებს გაითვალისწინებენ. ეს არის ავტოსადგურზე არსებული ბაზრობის საპირფარეშო. მოდით შევიდეთ და ვნახოთ თუ რა მდგომარეობაა შიგნით. ნუ სუნია ისეთი, რომ უკვე მეტყოლება მიჭირს, საშინელი და ფარდა. რა ხდება ფარდის მიღმა. ფასიანი საპირფარეშო, ამას შეხედეთ. ესაა ქათქათა ბათუ. ეს ნახეთ. ეს ნახეთ. ეს სრული კატასტროფა და კოშმარი ნახეთ. ფუფ. ეს აუცილებლად უნდა დაიხუროს. დასამარდეს. აი ესეთი საღორე არ უნდა არსებობდეს ბათუმის ცენტრში. ნახეთ. კედლები ნახეთ. ჭერი ნახეთ რა მდგომარეობაშია, შეხედეთ. ამას შეხედეთ. სუნიანი ისეთი აუტანელი, მეტყველებაც მიჭირს. ეს თქვენთვისაა ქალბატონო, ტუალეტი. მამაკაცების საპირფარეშო, ნახეთ. შეხედეთ, ხელსაბანი. აი ნახეთ. ყველაფერზე გეზიზღება ხელი რომ მოკიდო. და აქ ნახეთ რა სრული კატასტროფა და კოშმარია. ეს არის ძრავი, რომელთაც წყალს ტომბავენ ალბათ. და ეს არის აი ამით, იმიტომ რომ არსად აბსოლუტურად ჩასარეცხი არ არის. ჩასარეცხი არც ქალების საპირფარეშოში და არც აქ არ არის. აი აქ ნახეთ, ამას ავსებენ და მე ასე უნდა მომხმარებელმა აიღოს, ამოიღოს წყალი და ჩარეცხოს. საშინელება, სამარცხვინო. აქ ალბათ პისუარები უნდა ყოფილიყო, ეს არის როგორც ასეთი საკანალიზაციო მილი, მაგრამ ისთვის გამოიყენება ვერ გეტყვით. ჩემი ფანტაზია უკვე აქამდე ვერ წოდება. ყველაზე საშინელება კიდე იცით რა არის? აი ეს რომ მიდიხარ და აი ეს საშინელება რომ თავზე გაწვევს. აი ეს რომ გეწვეთება თავზე. აი ნახეთ, აი ეს კონდენსატი, აი აქედან ასული შარდის და წყლის კონდენსატი. ნახეთ რა საშინელებაა. აი ეს არის ფასიანი საპირფარეშო. ის ფული რომ ამის გავკეთებაში გამოიყენონ არ შეიძლება? აი ეს ბეტონის კონსტრუქციები, სადაც ყველაფერი წვეთავს, ღმერთმა დაგვიფაროს და ეს რომ ჩამოვარდეს, დამთავრდება ძალიან ცუდად. ნახეთ როგორ არის ეს სიმკარები ჩამოწოლილი. იმედია რომ მყარად არის და ჩვენ არაფერი არ გვემოქრება, მაგრამ აი ეს სველდება, ეს ზიანდება, სახურავი ბუნებრივია. შეიძლება ბევრი ვერც ხვდება აქ, ხო? სხვა რაღაც ადგილებით და ლოკაციებით სარგებლობს, როდესაც ბათუმში ჩამოდის, მაგრამ დამიჯერეთ, რომ ძალიან ბევრი მგზავრი აქ არის, რომელიც მიდის გურიაში, იმერეთში, აჭარის სხვადასხვა კუთხეში. შესაბამისად ამ ავტოსადგურით ბევრი ადამიანი სარგებლობს. ეს საპირფარეშო არის ტანსაცმელების ბაზრობაზე, შიგნით. და ყველაზე საშინელება ის არის, რომ კარგი დისკომფორტს განიცდის ის ადამიანები, მაგრამ მათ არჩევანი აქვს შევიდეთ თუ არ შევიდეს, გადაიხადოს ფული თუ არ გადაიხადოს, მაგრამ ვინც იქ მუშაობს, ვისაც ადგილები აქვს ნაყიდი და ვინც ვაჭრობს იქ, იმ ადამიანებმა რა დააშავა, მიმართავ მეპატრონეს, ფულის კეთებას თავი დაანებე, ინებე და საპირფარეშო მოაწესრიგე. ეს ადამიანები არ არიან ღირსი, რომ აი ყოველ დღიურ კოშმარში ცხოვრობდნენ. ყველას აგვაქვს ჯანსაღ გარემოში არსებობის უფლება, ინებეთ და სუფთა გარემოში გვაცხოვრებთ და გვასუნთქეთ. ამირანა ბიჭო, მწვადი. აი ეს უნდა დაუძახო რომ შემოხვიდე ამ სამწვადეში. და აგერ ამირანა ხვდება კიდევაც. ეს სახელი თქვენ მოიფიქრეთ, თქვენ ხართ ამირანი და ამიტომ ამირანა ბიჭო. რა კარგი მწვადი სუნი დგას. გზის პირას არის ასეთი პატარა რესტორანი და ვნახოთ შიგნით რა მდგომარეობაა და როგორ არის. ნუ იატაკი შეძებისდაგვარად მოწესრიგებულია. ჭერი ერთგვაროვანი არ არის და ამას თქვენ თვითონაც უყურებთ, კედლები მოწესრიგებულია.
პური შენახულია და დაფარებული აქვს სუფთა, მართალია არ უნდა იყოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სუფთა ფარდა მაინც არის ჩამოფარებული. მაცივარში შევიხედოთ, მაცივარში რა მდგომარეობაა. კულერი საშინო მდგომარეობაშია, სამწუხაროდ ეს ძალიან ბევრი ობიექტის სცენია. კვერცხი დაფარებული არ არის. ხორცი ნაჟურ წყალშია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეტყობა რომ მაინც ახალია, ნახეთ. 60-ის სამზარეულოში ვიცით რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს, ცალკე უნდა იყოს გატანილი. არ ვიცი სტუმრისთვის არის თუ მათთვის არის, მაგრამ საუზმობდნენ. თქვენთვის არის. ღმერთმა შეგარგოს და მიირთვით. არანაირი დანაშაული არ არის, თუ გინდ სტუმრისთვის გქონდეთ. ქვაბები სუფთა და გაპრიალებულია. აი აქ კონდენსატია სამწუხაროდ. კონდენსატია ძალიან მწუხვარ. აი აქაც არის, ნახეთ. აი ყველგან კონდენსატია სამწუხაროდ. სათანადოდ ვერ იწმინდება გამწოვი. აი ნახეთ, აი აქაც არის, აქაც წვეთა მიმდინარეობს, აი აქაც ეტყობა. აი ეს ყველა აბსოლუტურად არის კონდენსატი და ეს ძალიან ცუდია. ხაჭაპური ცხება უჟანგ მაგიდაზე, მაგრამ ამის გარდა კიდე არის სილიკონი დაფენილი, რომელიც სუფთავდება სათანადოდ. ესეც არ არის პრობლემა. სწორი არის, ნახეთ, აი ფუნჯი არის სილიკონის და სუფთა არის. კი ბატონო, მივესალმები. ეს მაცივარი ნამდვილად გამოსაცვლელია თან სასწრაფოდ, აი სრული ძალიან ცუდი მდგომარეობაა, ითქვით თვითონაც არ მოგეწონებათ. აი ნახეთ როგორი მდგომარეობაა, კოროზირებული. გარდა იმისა, რომ კოროზირებულია, დასუფთავებასაც ითხოვს აშკარად. ეს მაცივარი არ არის სამწუხაროდ მოწესრიგებული. აქ არის ძირითადად კუპეები. ხალხი მოდის მწვაძე, ქობულეთის რაიონია, სოფელი გვარა და ესეთი ძალიან უბრალო, ესეთი კუპეებია. მაგიდა არის სუფთა. ქოხებია, პრაქტიკულად პატარა ქოხებია. და აი ესეთი ერთმა ალბათ 5-6 კუპეა ესეთი. მოდით დაგათვალიერებინებთ. ხის კამები და აი ესეთი გრძელი, ეგრეთ წოდებული ლავკა, აი ესე. შეგიძლია დაათვალიეროთ. აქ ძირითადად მოდიან მამაკაცები საქეიფოთ. ქართველებს რაც გვიყვარს. ხის სახლი, ამ ხის სახლში სამზარეულოა. სამზარეულოში კი ნახეთ თუ რა ხდება და როგორია. აი აქ ხედავთ მაყალს. აგერ მწვადი იწვება, მოდით გადავიღოთ მწვადი და ქაბაბი, ხო? რა ტიპის მწვადი გაქვთ? ღორის? ღორის მწვადია. კონტეინერებში არის მოთავსებული სრულიად ახალი ხორცი, დაბასტურმებული. აი ხორცის ხარისხი არის არაჩვეულებრივი. ალბათ მიტოჩერდება ამდენი ადამიანი, რომ ხორცი მართლა ძალიან კარგია. ძირითადად ქაბაბზე და მწვადზე მუშაობთ, ხო? მაგრამ იმდენი რაოდენობითა გაქვთ, მიახლოებით რამდენს ხო აი 30 კილოს დღეში ყიდით? იმაში სულაც არ ახართ პატარა ობიექტი, 30 კილო ქაბაბს. სერიოზული რესტორნები ვერ ახდენენ მათ რეალიზაციას, მაშინ უფრო მკაცრად მოგთხოვთ. ჭერი რატო არა ისე მოპირკეთებული, რომ ცვენა ზევიდან არ მიმდინარეობდეს, აი იმ გეში, რა ქვია, ღიობებში. აი ნახეთ, ასევე ყველა აბსოლუტურად დენსადენი უნდა იყოს მოწესრიგებულად ჩასმული შესაბამის შეფუთვაში, რომ აი ეს რისკ ფაქტორები იყოს აღმოფხრილი. მაცივრები აშკარად ვერ არის ყველა მაცივარი წესრიგში და ძალიან ცუდი. მესმის რომ ძველია, მაგრამ ძველის გარდა უნდა იყოს მოწესრიგებული, ხორცი კარგია, ახალი შეწყობილია, აი ზევით სულ ახალი შეწყობილია, არ არის კიდე კარგად, აი ნახეთ, გაყინული, ქვედა გაყინულია. ანუ ხორცი აშკარად ახალ ხორცზე მუშაობენ, რაც მისასალმებელია და ალბათ იმიტომ არის, რომ ამდენი მომხმარებელი ყავთ. ეხლა მითხარით, აი თქვენთვის მისაღებია, აი ნახეთ აქ რამდენი მტვერია, აი შეხედეთ ეხლა რამდენი მტვერია, აი შეხედეთ რამდენი მტვერია. და მისაღებია აი ესე თავდახურვის გარეშე რო იყოს ქაბაბი? ეს ხო ეყრება.
მით უმეტეს ნახეთ, აი ამას რო თავი დავანებოთ და ეს რო ამოვიღოთ. აი ქვევით ნახეთ კიდე, აი ქვევით კიდე უარესი. გადაფარებული ხო უნდა იყოს. მერე მზა პროდუქტი, გამზადებული პროდუქტი, შეფუთული პროდუქტი და ნედლეული ერთად ქაბაბს ხო ვერ გარეცხავთ, ხალბატონო. ვერ გაირეცხება. ესეც სათანადოდ უნდა იყოს მოწესრიგებული და დასუფთავებული მაცივარი. აქ არის მაცივარი, სადაც სასმელი არის და არანაირი პრეტენზია ამ კონკრეტულ მაცივრებთან არ გამაჩნია. ნაკლებად მაინტერესებს, მაგრამ აი მაცივრის გვერდით რა მდგომარეობა, ის უკვე მაინტერესებს. შევიხედეთ. აი თვითონ ობიექტი არის მოსაწესრიგებელი და დასალაგებელი. აი ობიექტი არის კარგად დასალაგებელი. ხელის შევლება ყველაფერს ჭირდება. მე მესმის, რომ შეშის ღუმელია, რომელიც ძალიან დიდი რაოდენობით ჭვარტლს აფრქვევს და სურის ფარდებს და კედლებს და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც უნდა წესრიგდებოდეს აუცილებლად. კუნძები სამწუხაროდ დამუშავებული შესაბამისად არ არის. აი ეს არის ღორის ხორცი და ღორის ხორცი ესეთ ნაჟურ წყალში იყოს ჩაყრილი, ხორცი ახალია. აი ხორცზე რო იტყვიან, ხორცი სუნთქავსო, აი ზუსტად ესეთი ხორცია. არაჩვეულებრივი ხორცია, ახალ-ახალი ხორცია, ძალიან სასიამოვნო, ვარდისფერი, ყველანაირი სუნის და ლორწოს გარეშე, ახალი დაკლულია, საბუთიც, აი აგერ არის, ნახეთ, აი აგერ არის საბუთიც, მაგრამ აი ასეთ პირობებში დამუშავება ხდებოდეს, ამას ნამდვილად ვერ მივესალმები და არ მივესალმები. არის შესაბამისი, უნდა იყოს დამუშავების ადგილი გამოყოფილი და სწორად უნდა ხდებოდეს დამუშავება. ასე არ შეიძლება. აი ეს სათანადოდ ვერ გაიწმინდება, ვერ გაირეცხება, დეზინფექცია ვერ გაუკეთდება, ვერც ამ მაგიდას და ვერც ამ კუნძებს. აი უყურებთ თქვენ თვითონ, რომ შესაბამისად დამუშავებული არ არის. სრული სურათისთვის დარბაზიც გადავიღოთ, აქაც ძალიან უბრალო, არ ვიცი, რაღაცა ფანერასავით დადებული იატაკია. აი შეხედეთ. თუმცა აქ უკვე მაგიდებს აქვს გადასაფარებელი, საკმაოდ სუფთა გადასაფარებელი და ხელსახოცები არის, საპილპილე სამარილეს ვერ ხედავ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ არის. აი, მე მომწონს ის, რომ აი ეს არის სუფთა. სხვათა შორის, უნდა გითხრათ, რომ დარბაზი საკმაოდ მოწესრიგებულია, კი არის ძალიან უბრალო მასალისგან გაკეთებული, ხეც კი არ არის. ეს არის DSP თუ რა მასალა ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ საკმაოდ სუფთაა. ძველი ავეჯია, კი ბატონო, მაგრამ ყველაფერზე დანარჩენზე რა გითხრათ, კაფე მუშაობს 23 საათამდე. ამ განცხადებას ნახავს ნებისმიერი, ვინც აქ შემოდის. დანარჩენზე აი რა გითხრათ, დიდად არაფერი დასათვალიერებელი აქ არ არის. აქ მოდიან უფრო მწვადის და ქაბაბის დასაგემოვნებლად და როგორც ამბობენ, საკმაოდ გემრიელია. უხაროთ, ამტოვი არ დავაყენეთ, ვიდრე ძალიან დიდი რაოდენობით კვამლია და რამდენი დავაყენეთ, იმენი კაფე. თქვენი სახელი? ბატონო ხვიჩა. აი სუნი არის ისეთი, რომ მივდიოდით ეხა სხვაგან გადასაღებად და გავჩერდით. ხორცი გაქვთ ისეთი, რომ აი ბევრ შეშურდება, მაგრამ აი ეხლა მითხარ, არა, ბატონო ხვიჩა, ეხლა მითხარით, ნახეთ, ასეთ ულამაზეს, არაჩვეულებრივ მწვადს და ქაბაბს აშიშხინებთ. და შეხედეთ, აი ეს კალამლის ჭუჭყი, აი ნახეთ, ეს ყველაფერი იყრება ქვევით. როგორ არა? რასა ორ დღეში ყოფნის თქვენთვის ეს ყოფნის? აი ახლა აქედან გარედან შევხედოთ, აი გავიბოლე. აი ყოფნის, ნახეთ რა მდგომარეობაა, შეხედეთ ყველგან როგორი სიტუაცია. ეს სასწრაფოდ უნდა გაიწმინდოს. აი, ნახეთ. აი, შეხედეთ, აი არის საშინელი სიბინძური, აი შორს არ წავალ, აი ეს სასწრაფოდ გააჩერეთ, გარეცხეთ, თუ არ გინდათ გამწოვი, მაშინ გამწოვის გარეშე იმუშავეთ, გარესივრცეში მუშაობთ, ეს კი არაა მოსახსნელი. ეს ამაზე უფრო, აი ის არის კატასტროფა, იმიტომ რომ აი ის საჟი და ჭუჭყი ყველა აბსოლუტურად სივა ქვევით. ეს არის კატასტროფა, დანარჩენი ხორცი გაქვთ,
ბარეორ დიდ რესტორანს შეშურდება. არ დაგიკა, კი ბატონო, ფორმა 2-ც ვნახე, სწორად არის ნებისმიერმა მომხმარებელმა რო შეძლოს და დაათვალიეროს, მივესალმები თქვენ წესიერებას, იმიტომ რომ სწორად მუშაობთ ხორცთან მიმართებაში, სკრუპულოზურად. სწორად მუშაობთ, მაგრამ სწორად არ ამუშავებთ. ბოლომდე იდეალურია ასე რომ გამოვასრულო. მინდა იდეალური, იმიტომ რომ თქვენ გაქვთ ამის საშუალება. მე მესმის რომ პირველად რომ შემოვედი ვიფიქრე, ალბათ არა აქვთ მანდამაინც ვაჭრობა და აქედან გამომდინარე ვეცადე უფრო სუნიზე რომ აღნიშნეს, სწორად აღნიშნეს. ბევრი მომხმარე. ყველა ჩერდება, აბსოლუტურად 30 კილო კაბაბის რეალიზაცია, წვათან და ცოტა არ არის. 30 ცოტა, ბევრი. ხო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში 10-იც რო იყოს, მეტი მოგეთხოვებათ. კარგი. ბომბათო და რაგვაზარალა თქვენ თვითონაც ხედავთ. თოვლამდეც არ იყო ეს წესრიგში. ის არაფერ შუაში არ არის. კარგი, всё. ეს იყო სამწვადე ამირანა ბიჯო ქობულეთის რაიონში სოფელ გვარაში.